წელს უკვე მე-6-ეთ თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა კერძოდ კი ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში. 5 წევრისაგან შემდგარი ჟიური 2 თვის განმავლობაში აფასებდა ნომინირებულ სპექტაკლებს. უფრო დეტალურად ამის შესახებ ჩვენი ჟურნალისტი თაკო ხელაია მოგვიყვება, რომელმაც სიუჟეტი მოგვიმზადა ამ თემასთან დაკავშირებით. მოდი ვნახოთ. ყვარელი მარჯანიშვილის მუზეუმის ეზო, წითელი ხალიჩა, უამრავი ცნობილი სახე. თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოება უკვე 6 წელია იმართება. მეორე წელია, რაც წინა საუკუნეში აგებული შენობა დაჯილდოების ცერემონიალს განსაკუთრებულ ხიბლს ძენს. აქ კოტე მარჯანიშვილის პირადი ნივთები და ესკიზები ინახება. მუზეუმში უამრავი გამორჩეული კუთხეა. ესმერანი მე-19 საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული. სწორედ ეს სცენა და საწნახელის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა კოტე მარჯანიშვილის ბავშვობის თეატრს. კოტე მარჯანიშვილის ბავშვობის სცენიდან 1 საუკუნის შემდეგ აგებულ სცენაზე გადავინაცვლეთ და დღის მთავარ თეატრალურ მოვლენას დავუბრუნდით. თეატრალური სამყარო საქართველოში ერთხმად თანხდება იმაზე, რომ ეს არის მართლა ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემია, სადაც არასოდეს არ ყოფილა რაიმე კითხვები, რომ ვიღაცამ რაღაცის გამო მიიღო დაუმსახურება. თვლი რომ მნიშვნელოვანი სპექტაკლები არის წლევანდელ სეზონში და მოკლე ნუსხაშიც შესაბამისად და განსაკუთრებით სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, როცა წარდგენილი ხარ ამ მნიშვნელოვანი სპექტაკლების ფონზე ერთ-ერთი ხარ შენ. ტრადიციულად წელსაც ჟიურის 5 კონფიდენციალურმა წევრმა 6 ლაურეატი გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონიალი წლის საუკეთესო მსახიობი ქალის გამოვლენით დაიწყო. წელს ჯილდო ლელა ალიბეგაშვილს, სპექტაკლისთვის მარია კალასი გადაეცა. მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის კი პრემია ფოთის თეატრის მსახიობმა გიორგი სურმავამ მიიღო, სპექტაკლისთვის ჰოლანდ. ისეთ ადამიანებს შორის ვიყავი წარდგენილი, რომ აი გაცნობის მომენტიდან უკვე ცოტა დავიბენე, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ეს არ ავიღო ჩემთვის, აი ეს ყველაფერი რაც მანამ მოხდა, წარდგენას უკვე ჩემთვის დიდი გამარჯვება იყო. დავით გაბუნიამ უკვე მეორედ გაიმარჯვა ნომინაციაში წლის საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი. სპექტაკლ მაკბეტისთვის საუკეთესო სცენოგრაფად თეო კუხიანიძე დასახელდა. საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი კი სპექტაკლ ტროელი ქალებისთვის დათა თავაძე გახდა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს გამარჯვება დღეს. საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის 5 ნომინანტი იბრძოდა. ძალიან მიხარია თემურ ჩხეიძე. გამარჯვებულად სპექტაკლ გრონჰოლმის მეთოდისთვის კი რეჟისორი თემურ ჩხეიძე დასახელდა. დაჯილდოების ემოციისგან მე ჩემ ასაკში ცოტა უკვე შორს ვარ. მაგრამ საინტერესო სხვა რამ არის, რომ აი რამდენი ნომინანტი იყო ახალგაზრდა ნახეთ. ყველა ნომინაციაში და ეს არის ძალიან კარგი. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ თავარი პრიზი აიღო ბატონმა თემურ ჩხეიძემ გრონჰოლმის მეთოდმა, სადაც მეც